ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი აცხადებს, რომ ქართული ოცნების ხელმძღვანელობის არასაჯარო წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისადმი იყო მუქარი შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში. ამის შესახებ რობინ დანიგანი რადიო თავისუფლებასთან მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. ელჩის განცხადებით, სანამ ამერიკული მხარე საპასუხო წერილზე ფიქრობდა, გამოქვეყნა ღია წერილი და ამის შემდგომ შეხვდა ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს და განუცხადა, რომ სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოსგან ჰქონდა პასუხი ბიძინა ივანიშვილისთვის, თუმცა რობინ დანიგანის ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე უარი მიიღო. დანიგანი ასევე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრს ნებისმიერ დროს სიამოვნებით შეხვდება, თუმცა ცალკე მას არ უთხოვია მასთან დისკუსია. დანიგანის განცხადებას არასაჯარო წერილთან დაკავშირებით საპასუხო განცხადება უკვე მოჰყვა ქართულ ოცნებაში, უმრავლესობის წევრების თქმით, საზოგადოება ასეთ წერილს არ იცნობს და რაზე საუბრობს დანიგანი, მათთვის გაუგებარია. საზოგადოება არ იცნობს ასეთ წერილს, საჯაროდ გამოქვეყნებული იქნა წერილი და არც ერთი სხვა განხილვა რაიმე სხვა მიმართულებისა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში არ მომხდარა არც ერთ დონეზე, თუ არა ის რომ ჩვენ მზადავართ თანამშრომლობისათვის, ჩვენ ყოველთვის სანდო პარტნიორები ვიყავით, აზე ლაპარაკობს დანიგანი გაურკვეველია. მას შეუძლია ინტერპრეტაცია გააკეთოს ნებისმიერი წერილს, ნებისმიერი შინაარსის, თუ კი ამ წერილს წერს და ხელს აწერს თავრობის თავმჯდომარე თუ ნებისმიერი ოფიციალური სტრუქტურა და ღირსებას იცავს, თავის ღირსებას და სამართლიან საყვედური თუ არის სათქმელი სამართლიან საყვედურს ამბობს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის ნორმალიზება, სუფთა ფურცლიდან დაწყება თუნდაც არის ჩვენი ინტერესი.